მოკლედ ძვირფასებო გვიან გადავწყვიტე ვიდეოს ჩაწერა და გავაგრძელებ კი არა დავიწყებ და რატო ეხლა გეტყვით ძალიან გასაოცარ ამბავს გასაოცარს რა ყველაფერი საოცრებაა უკვე ისიც საოცრებაა რომ აი ესე ცხოვრობთ და მაინც გვიყვარს ერთმანეთი თუმცა ბევრი სიძულვილის ენით საუბრობს არაუშავს მოკლედ ჭრი მწვანილს ჩემი ეზოს მწვანილს ყველანაირი მწვანილია ყოველდღე ვიყვებები ესე სანამ მწვანილი იქნება კიდე დავთესეთ პირველი მოილია პირველი არა მეორე მოილია უკვე და რეჰანი კონდარი კინძი პეტრუშკა თუ იმერეთში მაკედონელს ეძახიან მაკედონელი ხო და აი ამას ყველაფერს ერთმანეთზე დავაწყობთ და მერე ვჭრი ვაიმე რა ნახეთ რა გაჩვენოთ აი დღეს მოვიდა პირველად ციხითი პატარა სტაფილოები და უჩვეულო რა არის ამას თან მენანება რომ დავჭრა თან მინდა რომ შევჭამო უჩვეულო ეხლა რა არის ნახეთ გავამზადებ პომიდორი თუ პამიდორი ესე იგი ყველაფერს შევუცვალეს ისა ხო და კიტრი ხახვი და აგერ მწვანილს დავაყრი მთლიანად და ეხლა იმ საოცრებაზე გეტყვით რასაც ვამატებ ამას ესე იგი შეხედეთ ზეთში მოვხრაკავ ხახვს და ამ სალატში ჩავყრი და ამ სალატში ჩავყრი თან დრო გამყავს სანამ ხახვი შეიწვება და ნახეთ აი ესე დედაჩემი ყოველ დილით ატამს მithლის ხოლმე და ძალიან ცოტა ატამს ვუზავ ანუ სალათაში ცოტა ატამი რაღაცა საოცარ გემოს აძლევს ხახვს პირველად ვაკეთებ და აუცილებლად გეტყვით როგორი გემო ექნება აი ესე უცბად დამარტყა თავში და იცით რა არის ნახეთ ხახვი მე მიყვარს ძალიან და დილით რო სალატს შეჭამ და ცოცხალ ხახვს უზავ ცოტა ის იქნება მერე უხერხული და ამიტომ მოხრაკული ხახვი იქნება ძალიან კარგი აი ძალიან ცოტა უნდა ისა ატამი ადრე ბევრი გაუკეთე და მეგონა ატმის სალატში აი ეს არის ერთი პატარა მუჭი და ძალიან ხშირად მოვიხმარ აი სვანურ მარილს სალათაში იმიტომ რომ ძალიან გემრიელია ეხლა წარმოიდგინეთ კიტრი, პამიდორი, სვანური მარილი, მწვანილები, ატმის არომატი, მოშუშული ხახვი და ბედნიერება. თან კარგ ხასიათზე რო ხარ. რა თქმა უნდა ძმარი. ძმარი მიყვარს ძალიან. უი, დიდი ვიდეო გამოვიდა. არ უყურებენო დიდ ვიდეოსო და უნდა გავთიშო. კარგად იყავით. როგორი იქნება გეტყვით მერე.